ძალიან მიხარია რომ საქართველოში ხარ და საერთოდ დაბრუნდი სატანების ქვეყნიდან. მადლობა. ხო და აი ძალიან გამიხარდა რომ აი გავიგე გუშინ მე უბრალოდ იქ არ შევდივარ იმ შენობაში რაღაცეების გამო, ამისთვის ბოდიში მოგიხდით და ძალიან მაინტერესებს რა სტილის მუსიკა შექმნით და რა ხდებოდა გუშინ სამხატვრო გალერეაში. ჯერ ბადრი თქვას, მაინტერესებს ეს რა სიტყვის ახლა. ხო, ჩვენ პეტერბურგიდან დაწყებული უკვე რამდენიმე წლებია რა წლების განმავლობაში ვაკეთებთ კონცეპტუალურ მუსიკას. ხო და ცოტა ისეთი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ჩვენ მუსიკას და ცოტა ძნელი გასაგებია ქუთაისელებისთვის, მაგრამ შევეცადეთ რა შეიძლება მაქსიმალურად გასაგები გავეკეთებია ჩვენი მუსიკა. ხო და ახლა გადავცემ სიტყვას როლანდის და როლანდის დაწვრილებით აგიხსნით. მოკლედ დაწვრილებით. აქედან რო წავედით, მოხდით არცერთ პუშკინსკაიძის ასეთქეთ კულტურის ცენტრი, სადაც გაერთიანებული ამრაი მუსიკოსები, კურიოხენი დაწყებული სუდნიკი, დედეტე კრიმენშოვი, კრეაუ მაგარი ხარ. აუქციონი, ტეკილაძე, ასამალიოტა და ერთი სიტყვით ჩვენ ყოლდამასწავლებლები გავარდა მუსიკოსებისა, როგორც ხალხები იყვნენ ალტერნატიული არაფორმალები რა. ეს იყო ნამდვილი მართლა რომ უძახიან აკადემია, ეს იყო მართლა ხელოვნების აკადემია იყო თავისუფლების კუნძული. იქ თავისთავად ჩვენ როგორც ვიყავით ხალხები კონცეპტუალისტები, ასევე გადავიტანეთ ჩვენ მიმდინარეობა როგორც კონცეპტუალურ სიურრეალისტურ მუსიკაში და ვაკეთებთ ისეთ მუსიკას, რომელიც მარტო ხალხს შეუძლია თუ გააკეთოს რა, ეს ასეთი რაღაც არ ხდება, რომ ხალხი ამ დონეზე აკეთებდეს მუსიკას. ჯერ ისტორიაში არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენი ხალხური მხედველობიდან გადაგვაქვს ჩვენი მხედველობა მუსიკაში. ესაა ძირითადად. მქონდა ბევრი ტურნეები საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მუსიკალური კონცერტები სანქტ-პეტერბურგში. მოკლედ ერთ სიტყვით ასეა საბარი. ახლა ამ ბოლო დროს ჩვენთან შემოფრინდა ერთი ჩიტი, რომელსაც ქვია ბასიტო. ეს ბასიტო არის ძალიან კარგი ჩიტი არის. ერთი სიტყვით უბერავს. ხელო ესე იგი თქვენ რომ მე გაკდითო თურმეო ხო და გამომიშვეს შენთანო რომ თქვენთან გამომიშვესო ვინ გამომიშვა ალტერნატიული აგინებს იმას ვინც თქვენთან გამომიშვა ალტერნატიული ქუთაისის ხო და აზიის აგერ ჩოგერჩი და ო არა მაგრამ ცოტა ხანში ვნახავ თვითონ კაკადუ ბასიტო ეს ახალი სახელი თვითონ დაიწყებს გამოშვებას ვინც ხამ შენ გამოგიშვა ვაიც პატარა ხანი გერდა ლაგებულად ხარ კაკადუ მაგარი მუსიკოსია ვიცნობ ჩემი ძმაარი კი კაი მუსიკა მომენტონა მუსიკა კაი მუსიკა მაგრამ თავის თავს უღალატა რამოდენიჯერ რაკნას რატო ოჯახს არ უღალატე და ახლა აგერა შევფრინდი და ახლა 12 დღე დამაფრინდი აი კაკადუ შენ რა სიტყოდი ამ მუსიკაზე? რას ვიტყოდი და მაგ მუსიკას სულ ვამბობდი და ახლა ვიტყვი კაცო მაგი ჩემი გულის მუსიკა მაგნარია გახვალ მოусმებში რაჯობია საუბედურად ნაკლებად უსმენენ საქართველოში ხო მაგრამ დააკვირას რო ვიწყებთ ვაფშე არ მაინტერესებს უსმენენ თუ არა იმიტომ რომ კარგად ხო შენგენაც და მე კარგად რო ხარ სხვა გიყურებს კარგად რატო ხარ არ გვევს და ამასობაში ესმინებათ მუსიკა და ხო აი შვეათია კარგად ყოფილი ადამიანი და რატოა კარგად თუ იმაზე მაინც აინტერესებია წავედით მე ვეხმაროთ იმას აპლიკაციო ჯგუფს რა ქვია White Out ხო ეგა მთავარ ამ ჩვენ ჯგუფს ქვია White Out ესე იგი ითარგმნა როგორც გამათეთრებელი ან თეთრი გარეთ White Out ასეთ თეთრი გარეთ ხო გამათეთრებელი თეთრი ხო ცოტა მოდუნებულად თუ გეტყვი აი ჩემო თავო გამოდა სიკადელიკური მუსიკა არის. ეგ რა, დისკია. ჩემი შეზავებული მაგი არის ჩემი სუფთა არაყი, ალუბალი, ეიც და ყველაფერი.
მაგით ჩემ მეგობრებს უყვარს. კოდრას გამომარჯოს. გენაცვალე. გამარჯოს. მიყვარხართ. ჩემო ძმებო და ბედნიერი ვარ რომ თქვენაერი ხალხი ქუთაისშია. ერთ-ერთი ბრილიანტის ბუდეა აქ ქუთაისში და ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. შენ გეხუტუნე მიყვარხარ. მეც ვიყარხარ და ძლიერო მხატვარო, ძლიერო მუსიკოსო და კარგო მეგობარო, გენაცვალე მე. ვაჩვენოთ ერთ სადავართ. კი. აბა მადლობა. შენ აღარსვა მეგობარ? ისი მადლობა. გეხუტუნე ვაშე. ოჯახურე და ხوار გესული, კი ხარ. ერთ ოჯახურე. Thank you.